ბევრი სიახლე არის, მაგრამ დიდ სურათში თითქოს სიახლე არც არაფერია, იმიტომ რომ არც მუქარა ახალი კობახიძის მხრიდან, არც ძალიან მკაცრი და სრულიად აბსურდული სასამართლო გადაწყვეტილებები, არც ციხეებში მომატებული სასჯელები ან საციხოდ გამზადებული ადამიანების ვინაობა და მათ შორის ხართ თქვენ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს წარმოდგენა იმისა, თუ რას განიცდის ადამიანი და მისი ოჯახი წინასწარ გამოცხადებული ფაქტობრივად სასჯელის მოლოდინში, სასჯელისა, რომელიც მან ერთის მხრივ მოიხადა და ახლა ისევ შეიძლება უკან შებრუნდეს. მე ვიცი და მაყურებელს ჰქონდა ინფორმაცია, რომ სულ ცოტა ხნის წინ თქვენ ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა ქვეყნიდან გასულიყავი და ალდეს ლიბერალური ინტერნაციონალის კონგრესს დასწრებოდით. რატომ დაბრუნდით უკან? მე გაცხადებული მაქვს, ისაც მე არცაც წამსვლელი არა ვარ. არასოდეს მე ამ ქვეყანას არ დავტოვებ, აქ ვცხოვრობ მთელი ცხოვრება, არასოდეს არ გავსულა, რასად არ მიცხოვრე, რასად არ მიმუშავე, რასად არ მისწავლია, მთელი ჩემი ცხოვრება აქ გავატარე, აქ ვიცხოვრებ და მინდა რომ მათ შორის ჩემმა შვილებმაც აქ იცხოვრონ და მათ ცხოვრებასაც ვიყურო. ამიტომ მე პირველად არ გავსულვარ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მადრიდში ვიყავი, ერთხელ სპიკერი გასული ვიყავი. მე მგონი ხა მეორედ გავედი ან მესამედ აღარ მახსოვს რა. მაგრამ გავდიო შემოვდიო ჩვეულებრივად. შეიძლება იმას რაც ძობს ადამიანი რომელიც იცის რომ შეიძლება კიდე დაბრუნდეს, ნუ შეიძლება არა, ანუ ვიცით რომ გაბრუნებენ ციხეში. 2024 წლის არჩევნებში ყველა კოალიცისტი პარტიის ყველა ლიდერი ამ თვის ბოლოს მაქსიმუმ აგვისტოს შუასთვის ალბათ, ნუ ყველაზე მაქსიმუმ აგვისტოს ბოლოსთვის ან ციხეში იქნება ან ქვეყნის გარეთ იქნება და ეს არის გაცხადებული მიზნები, რომელიც აქვთ, ამის გამო დააჩქარეს ეს პროცესები, რომელიც დასაწყისის თვეში ერთხელ იმართებოდა, ეხლა კვირაში ორჯერ იმართება და გავგაფრთხილეს, რომ შეიძლება სამჯერაც გაიმართოს. მოწვევები, რომლებიც უნდა ყოფილიყო სადღაც 280-მდე საერთოდ ამოყარეს და ნუ რაც დავთვალეთ ეხლა დარჩა რაღაცა ვიდეოების ყურება და შემდეგ რაღაც რამდენიმე ექსპერტის დაკითხვა. ანუ ძალიან მაღალი ალბათობით ამ თვის ბოლოსთვის დიდი შანსი დასრულდეს და ნუ ეხა იქ ორი ფინალია. ან გათავისუფლებენ, ან ციხეში გაბრუნებენ. ამიტომ გათავისუფლების არავის არ ჯერა, ამიტომ მოლოდინარი რომ ციხეში დაგვაბრუნებენ. ნუ რაც გზნობ არის ის რომ ვერაფერს ვერ გეგმავ, ერთი ეგარ ვერ გეგმავ, რაღაცნაირად ხობე გაქვს, იმის იქით დაგეგმართული რაღაც იდეები მოგდის, რაღაც გაკეთება გინდა იმის იქით ვერ მიდიხარ. მე რაც ჩემი ისაც არის მაგის თქმა შემილა. მეორე რაც არის ის რომ უბრალოდ რაღაცები რაც ვიცი რომ იქ მენატრებდა, რაღაცნაირად ვცდილობ რომ დრო მაგაზე და ეგ დავაკომპენსირო, მანამდე ეხლა რაღაცნაირად შევირგო რაღაცები როგორიც არის, რაღაც სიტყვაზე შვილებთან ერთად ყოფნა, მუსიკის მოსმენა, რომელიც არა გაქვს და ეგეთი რაღაცები, პატარ-პატარა რაღაცები. სხვამეტ ისეთი არაფერი ხა ახალი ამაში არაფერი არის, ციხიდან რომ გამოვედი, მაშინაც ვთქვი, რომ ეს იყო უბრალოდ გემო გაგვასინჯეს და შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ან ქვეყანას დატოვებ, ან ისევ დაგაბრუნებენ იქ. ამიტომ ამის მოლოდინი ქონდა, ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი, მეც ჩემ ოჯახსაც მარტივი ამბავი არ არის, მაგრამ ყველაფერი გააზრებულია. ზურა, რატომ ხდება ეს? დღეს თქვენმა კოლეგამ, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიემ აღწერა რა არსებული სიტუაცია, თქვა რომ ასეთი ნაბიჯები უფრო აგონიის ნიშნები არის ხელისუფლების და უფრო მეტად გაამკაცრებს კიდეც მიდგომას, როგორც პირველ რიგში ოპოზიციონერი ლიდერებისადმი, ასევე ზოგადად წინააღმდეგობის ფრონტის ნებისმიერი რგოლისა და წარმომადგენლისადმი. იზიარებთ თუ არა თქვენ ამ მოსაზრებას და თუ იზიარებთ, შეიძლება თუ არა რომ ეს აგონია ეგრეთ წოდებული კიდევ ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. რა არის ის ფაქტორები, რომელმაც ეს აგონია შეიძლება სწრაფად თუ არა რაღაც ასე ვთქვათ პროგნოზირებად მოკლე პერიოდში დაასრულოს, თუ არა და ზიანის რა მასშტაბი არის ისეთი, რომელიც შეიძლება აიტანონ ადამიანებმა, იმიტომ რომ ხა თქვენც პირველ რიგში და სხვა ადამიანებს, რომელიც ასეთ საფრთხეების ქვეშ არიან, ადამიანები ხარ, ოჯახები ყავთ ამ უამრავი, ანუ აქ რესურსების კონკურენციაზე აღარ არის ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი ყველაზე ძვირფასზე ადამიანებისათვის, თავისუფლებაზე, ოჯახთან ურთიერთობის შესაძლებლობის გაწყვეტაზე და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ნუ გააჩნია პერსპექტივას თუ შეხედავ ერთი საუკუნის წინ, რა ვიცი, ადამიანებს კეფაში ესროდნენ და მაგით მთავრდებოდა ეს ამბავი.
ხო, იმასთან შედარებით ციხეში ყოფნა, თუნდაც ქვეყნის გარეთ ყოფნა არაფერი ისეთი არ არის. საბოლოო ჯამში ბევრჯერ მithქვამს მეც და არა მარტო მე მithქვავს, რომ ეს რეალობა დამძიმდება, მანამ სანამ არ დადგება უკეთესობა. ამიტომ არაფერი კარგის მონოდინი არ უნდა გქონდეს, ჯერჯერობით სპირალში არიან და მიდიან. რამდენად არის აგონია, არ ვიცი, მიკაცაში დავეთანხმები, შეიძლება ამას აგონია დააძახო, მაგრამ ალბათ იმას გულისხმობ, რომ რაღაცა ბოლო სტადიაში არიან და მეც გონი, რომ ხო, ეს რეჟიმის სტადია, როცა არის უკვე რაღაც ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია აქვს, როცა რეჟიმის მართველს აქვს უკვე სრული პარანოია, არავის აღარ ენდობა, როცა ის არის ინფორმაციულ ვაკუუმში და მას გარშემო მხოლოდ მონები ყავს, რომელიც ყველაფერზე თავს უკრავენ და მხოლოდ სასიამოვნო ინფორმაციებს აწვდიან, სადღაც მაგ სტადიაში მგონია, რომ არიან ახლა. ან ეს ხალხი გაგრძელდება, გამიჭედება მაგის თქვა, თუმცა რა ჩამოშლის მაგის თქვა შემიძლია და ნიკასაც ეგეწერა სტატუსში საბოლოო ჯამში ამ ხალხსაც გვიჭერენ, რასაც ვაკეთებთ, ეგ არის ისიც ყველაზე მეტად ეშინია და მაგიტომაც გვიჭერენ, ხო? მაგიტომაც გვარიდებენ პოლიტიკურ ველს და ეს არის რაც ნიკასაც ეწერა, რომ ხო, რაზეც ახლა კობახიძე გამოვიდა დღეს და თქვა, რომ ეგ სამშობლოს ღალატია. ეს არის ქვეყნის შიგნით აქციები და ეს აქციები არის გასაფართოებელი. ალბათ ყველაზე რთული ამოცანა ეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეგ არის ყველაზე რთული ამოცანა. ეს არის გარედან ამ რეჟიმის საყრდენების და მათ შორის პირველ რიგში ივანიშვილის და მათ შორის მისი ოჯახის წევრებიც და სანქციებაც და მან მოლოდინები უნდა გქონდეს ევროკავშირის მხრიდან, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ ჩვენ, რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში ორბანის გამო ვერ ხდებოდა, რომ მას ჭირდებოდა ერთობლივი გადაწყვეტილება და ორბანი ჭედავდა და ნუ აი გავიდა უკვე, თვეები გავიდა, აღარ არის ორბანი და ეხლა მათ შორის რო ვიყავით თვენაშიც მაგაზე გქონდა ხა საუბარი, სხვაზე კი არაფერზე ვლაპარაკობ, რამდენიც უნდა იძახონ ხა იმათმა ქვეყნის გალატიაო კი სანქციებზე გქონდა ლაპარაკის მე პირადად სანქციებზე ველაპარაკე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველაპარაკე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველაპარაკე ირლანდიის პრემიერს, ველაპარაკე შვედეთის განათლების მინისტრს, ველაპარაკე ჰოლანდიის განათლების, ველაპარაკე ჰოლანდიის მართველი კოალიციის ორ პარტიას და ამ შემდეგ კი მაგაზე ვლაპარაკობთ, რომ აღარ არის ორბანი და რა ვიცი ეს რაღაცა ვეღარავის ვეღარ შეახოთ სამხელს და გასაკეთებელი რაც არის უნდა გააკეთონ. ხო, ამიტომ არ ვიცი კიდე ერთხელ გამიგრა, ამდენ ხაც გაგრძელდება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ მივართ გამარჯვებამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ფასად ჩვენ მივართ გამარჯვებამდე. ეს რეჟიმი ან ჩამოიშლება და შემდეგ ჩავატარებ თავისუფალ არჩევნებს, ან უბრალოდ საზოგადოება გადათელებს რაღაცა ტიპის არჩევნებს. და მაგით დასრულდება ეს ამბავი ყველა შემთხვევაში. რაღაცა ტიპის არჩევნებს. არჩევნები მაინც უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში, კალენდარი და ასე შემდეგ. ხომ არ ფიქრობთ, რომ კოალიცია რა ფორმითაც შეიქმნა? მე გულისხმობ უკვე ოპოზიციის კოალიციას და არა დავუშვათ თქვენი რამდენიმე პარტიის ერთობას, პირველი ალიანსის, დიახ. საჭიროებს გარკვეულ გადახედვას, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური პარტიების სტრატეგია თუ არა ტაქტიკა არის გადასახედი იმ გაგებით, რომ ჩვეულებრივი საარჩევნო კონკურენცია არც მანამდე ყოფილა და მომავალში მით უმეტეს არ იქნება. ჩვენ ვხედავთ სურათს, როდესაც პოლიტიკური ლიდერების განეიტრალების და ზოგიერთ შემთხვევაში როგორც ჩანს სამართლებრივად პოლიტიკური სუბიექტების განეიტრალების გეგმაც არსებობს. აი, რასაც უყურებთ, თითქოს თანმიმდევრულად მიზნობრივად მიყვებიან ისეთი მნიშვნელოვანი რგოლების ან პიროვნებების გამოხშირვის ოპერაციას, რომლის გარეშეც არჩევნების ჩატარება მათთვის შეიძლება აღმოჩნდეს გარანტირებული, ასეთ გარანტირებულ შედეგზე ორიენტირებული. ანუ ამ პირობებშიც კიც, როგორც ჩანს, ივანიშვილს მაინც ეშინია და დიდ რისკებს ხედავს, განსაკუთრებით სრულად პროპორციული არჩევნების პირობებში, რომ ის არჩევნებს მაინც ააგებს. კი, რა თქმა უნდა, როგორც წააგო 2024-ში. კი. რა არის ის, რაც უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ აი ამ წარსული გამოცდილებებიდან, რომელიც გამოსასწორებელია და გამოსწორების რესურსი არსებობს, რომ აი სანამ გარეთ ხარ და გააქვთ ამის საშუალება, რომ არა მარტო კოალიციის შიგნით, არამედ გარეთ სხვა ადამიანებსაც ელაპარაკო და ამ მხრივ თქვენ სრულიად განსხვავებული რესურსის მატარებელი ადამიანი იყავით, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვამბობ ამას, როცა საჭიროა, თქვენ იყავით იმ ერთეულებს შორის პოლიტიკურ ლიდერებისა, რომლებიც პირველივე დღიდან ერთიანობის იდეის აპოლოგეტიც და მთავარი ადვოკატი იყავით, მოიარეთ ყველა, ესაუბრეთ ყველას და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ასე ვთქვათ, პრეტენზიას ვერ ამიწამოგიყენებთ ობიექტურად. ამიტომ იმ ადამიანებთან ამ თემებზე საუბრო ენა და პირი და ხიდიც გააქვთ და შესაძლებლობაც და არავინ გილანძღია და არავინ მოგიხსენებიათ ისეთი სიტყვებით, რომ მისასვლელი არ გქონდეთ. იყენებთ თუ არა ამ პერიოდს, თუნდაც აი პოლიტიკურ გეგმებში სანამ დაგიჭერენ, რომ ამ მიმართულებით რაღაც ახალი ტიპის კონსტრუქციებზე იფიქროთ ლიდერებმა. არა, ბოლო რამდენიმე თვეა მაგაზე დრო აღარ დამიხარჯავს, იმიტომ რომ მივხვდი რომ უბრალოდ ფუჭი ხარჯვა იქნებოდა, თუმცა ისევ იგივე სიმჯერა. ალიანსად შეეხება არ მგონია რომ რამე შესაძლებელი იყოს. ალიანსი არის
ძალიან კონკრეტული წესების გარშემო შეთანხმება, მათ შორის ამ წესების გარდა იქ არის შეთანხმება კონკრეტულ სტრატეგიაზე. არავის უკეთეს სტრატეგია არ დაუდია, საერთოდ არავის არაბერი განსხვავებული სტრატეგია არ დაუდია, ჯერჯერობით მე რასაც უყურებ. ამიტომ ალიანსი შექმნის დღისაც თქვი და იგივეს გავემეორებ, რომ ამ წუთში არის საუკეთესო რამე, რაც ოპოზიციურ სპექტრში შეიქმნა, მიუხედავად იმისა, შეიძლება სრულყოფილი არ იყოს. კარგი რაც შემოხდეს უკეთესი, ჯერჯერობით მაგის პერსპექტივას ვერ ხედავ, მაგრამ ჩემი ჩანაფიქრი თავიდანვე იყო, რომ ალიანსი თუ გადაიზრდება საბოლოო ჯამში უფრო დიდ პოლიტიკურ ერთობაში და მათ შორის მივა ერთიან პოლიტიკურ ძალამდე, ერთი რაღაცა არის პრემიერობის კანდიდატით, ერთი საარჩევნო სიი და ასე შემდეგ, მაგის პერსპექტივა ეხა ჯერ კიდე არ ჩანს. ჩემი და სამწუხაროდ და ბევრისთვის სამწუხაროდ და მე მიჭირს წარმოდგენა კიდე რა უნდა მოხდეს გარდა იმისა, რომ ოფიციალურად გვიგზავნენ პოლიტიკურ საქმიანობას და ოფიციალურად ციხეში გვიშვებენ. მეტი კიდე რა უნდა მოხდეს, რა ქამდე მივიდეთ, არ ვიცი, მაგრამ ნუ რეალობა ეს არის რაც არის. ამიტომ ალიანსი ხა არის ისევ კიდე გავამერებ საუკეთესო რაც აქეთ ფლანგზე არსებობს ჯერჯერობით, უბრალოდ კიდე უკეთეს შეიძლება გადაიზარდოს. ეს ერთი პრინციპული განსხვავება რაც არის მიუხედავად იმ დინამიკისა დავაზუსტებ მაინც რომელიც ერთი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დამოკიდებულებაში ჩანს გადასაჯეროდ. მე არ ვიცი ხა ამ წუთში რა არის ნაციონალური მოძრაობის განსხვავებული სტრატეგია, თუ არა ქვეყნის შიგნით აქციები, თუ არა გარედან წნეხის გაზდა, თუ არა პროტესტის გაფართოვება. მე არ ვიცი რა წარმოგაშონა თქვან, რომ ესე არა ეს არის კი არ არის გასაკეთებელი, ეს არის გასაკეთებელი. ჯერჯერობით მე არ მსმენია, ჯერჯერობით რაც მესმის და რაც არ მომწონს, რადგან მკითხე რა პირველ რიგში გამოსასწორებელი, პირველ რიგში ჩემი აზრით ჭორაობა არის აქეთ ფლანგზე დასამთავრებელი. აი ეს რაღაცა დაუსრულებელი ჭორაობა, რომელიც უბრალოდ გარკვეულ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ძალებს აძლევს საშუალებას, რომ მედიის ყურადღების ცენტრში მოექცენ. მე უბრალოდ დიდი ხანია მგონია, რომ ჭორაობის დრო ამ ქვეყანაში აღარ არის. ვინ ახდენს ამ საჭორო კლიმატის პროცესს? მე არ ვიცი, არ ჩამოვთვლი, მაგრამ რა ვიცი, ნებისმიერ შევლენა ხო ეს რაღაცა ერთმანეთზე მოღალატების ძახილი, ხან მოღალატის, ხან ხარის ხა ეპითეტებს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს ჭორაობა სანამ არ დასრულდა, რაღაც აი 90-იანებში ეროვნულ მოძრაობაში იყო ყველა ერთმანეთს რომ სუკით აგენტს ეძახდა, ხო? აი დაახლოებით ეგეთი რეალობა არის, ყველას ერთმანეთზე რაღაცა ეჭვი აქვს, რომ ეს მის ბიზნეს პროექტია, ბიზნეს ჩერეზიმითი რაღაცა ეს გააკეთა, აი რაღაცა სრულ ბოდვაში ვართ და ეგ არის დასასრულება, ეგ თუ არ დასრულდა და ეგ თუ არ დასრულდა რაღაცა ნორმალური ურთიერთობა თუ არ დაიწყო, მაგიტო შევეში აი ბოლო ორი თვე რაღაცა ერთობაზე იმას საუბარს ყველასთან რომ ვერ მნამსანამ ეს არ მორჩება, უბრალოდ რაღაცა სხვა უფრო სერიოზული ნაბიჯის გადადგმის შანსს ვერ ხედავ და არიან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ადამიანები, რომლებიც მეუნებოდნენ რომ აი სწორედ მაგის გამო მაგას აზრი არ აქვს და მეც რაღაცა მივედი მაგამდე რომ ხო აზრი არ აქვს. თავარი ფუნდამენტური განსხვავება მაინც ჩემი სტრატეგიებზე როცა არის ლაპარაკი არის ის რომ ჩვენ რაღაცა გაცხადებული ისა გვაქვს. ოღონდ ეს რაღაცა რაც ჩვენ გვაქვს გაცხადებული ამას რაღაცა ფუთავი რომ თვითონ რაღაცა გიჟები ვართ და არჩევნები არ გვინდა და რაღაცა რადგან თქვით რომ არჩევნები რუსული სპეცოპერაცია, ამიტომ უბრალოდ არჩევნებს არ ვეძახით იმას რაც შეიძლება იყოს და სამაგეოდ დავდეთ კონკრეტული 6 პუნქტი რომელიც გარშემოც ყველა უნდა გაერთიანებული იყოს საბოლოო ჯამში და ყველას უნდა მოეთხოვა რომ ხო აი ეს რაღაცები არის მართლა გასაკეთებელი, იმიტომ რომ ამ პროცესს აზრი მიეცეს და ამ პროცესს ნდობა დაუბრუნდეს მოქალაქეების და ეს ყველაფერი დაყვანილი რაღაცა ჩემი აზრით მე რასაც უსმენ ხა მე ხშირად არ უყურებ ტელევიზორს და მათ შორის უბრალოდ ვიცი რომ ერთ თვეში მარტო ტელევიზორი მექნება, მეტი არაფერი მექნება და აქ მექნება ამოსული. ხო და ამიტომ რაღაცა დისტანცირდი მაგისგანაც, მაგრამ დაყვანილი არის რაღაცა საბავშვო ბაღამდე, რომ რაღაცა ამათ უნდათ ესენი არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, ესენი არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას და არა სერიოზულია ეს რაღაცა. იქ ვინც ეხლა უაპელაციოდ იძახის რომ ნებისმიერ პროცესში რომელიც არჩევნები ეხება იმაში უნდა შევიდეს აუცილებლად ეს არის ერთადერთი სწორი სტრატეგია, იმან მაშინ კონკრეტულ კითხვებზე უნდა გაცეს პასუხი, რაც იმ 6 პუნქტში არის, მათ შორის მოცემული, ანუ მე უნდა ამიხსნას, მე რა საზოგადოებრივ ადამიანს უნდა აუხსნას, ჩემ ხარდაჭერებს მაგალითად უნდა აუხსნას, როგორ აპირებს მაგალითად კარუსელების წინააღმდეგ ბრძოლას. თუ მაგალითად ჩვენ რაც გვაქვს იქ რო სიტყვაზე ის მემჯერა, რომ რაღაცა სახის ამოცნობი როგორც არის, რომ ეგ არის ერთადერთი შანსი რომ დავაზღვიოთ ისა. აი მაგის გარეშე როგორ ხო უნდა თქვას, იმიტომ წინაზე კიდე რაღაცა რესურსები იყო 2024-ში, ხა ისინიც აღარ არის. როგორ აპირებს დაცვას? როგორ აპირებს მაგალითად წინაზე არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები და ადგილობრივი დამკვირვებლები, რომლებიც შედიოდნენ და უბანზე სადღაც დაგებოდნენ და რაღაც წეტლებს აკვირდებოდნენ. ეხლა როგორ უნდა ახსნა, რომ იძახე რომ შევალთ, ოკეი, გამოყვები, ოღონდ ამიხსენი მე როგორ აპირებ აი ვერც კი დადგები მაგიდის უკან, სადაც ამოწევენ პირად ნომრებს და პასპორტს და პირადობას და როგორ აპირებ დაიცვა, რაც დაფიქსირებული ფაქტები ქონა არაერთი, რომ არათუ სხვისი პირადობით, რაც ფაქტებიც იყო, არამედ პირადი ნომრებით, რომელიც პასპორტში ქონა ჩადებული, ადამიანები აძლევდნენ ხმას 20-ჯერ და 30-ჯერ ვიღაცებს არის. აი მაგისი გადაზღვის მექანიზმი გვაქვს ამიხსენი. თუ როგორ აპირებ, როცა იცი რომ მთელი ადმინისტრაცია არის ოცნების, მთელი ადმინისტრაცია საარჩევნო ყველა დონეზე არის ოცნების. როგორ აპირებ მაგის დაზღვევას, როგორ ვიცავ მაგის გარო ისინი რამეს არიზავენ. როცა იცი
რომ ყველა საათში საჩივარი მიდით მურუსიძესთან. სხვასთან კი არა, კონკრეტულად მურუსიძესთან მიდის რა. ბოლო ინსტანცია ეგ არის და მან თავდება. მაგის ზემოთ ვეღარ მიდიხარ. მან დრასაკეთებ, როგორ იცავ. აი, ეგეთ რაღაცებზე პასუხი ხო უნდა გაცე, იმაზე ხო არა ლაპარაკი, ჩემი გვარი ეწერება ბიულეტენში, თუ ის ხვისი გვარი ეწერება ბიულეტენში. მაგაზე ხო არა საბავშვო ხო არ არის მართლა. რომ ანუ ჩვენ რო რაღაცას ვიძახით ალიანსმა რომ დადო ეს ერთი პუნქტი. იმიტომ დადო, რომ ხედავთ რომ ეს აქ არის გამოსავდა. თუ ეს რაღაცეები არ მოგვარდა, მაშინ ჩვენ ვიძახით რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ამ რაღაცების გაკეთებას, ის გაკეთების საშუალებაც ჯერ კიდევ 2024-ში რაღაცების ქონდა. ეხლა მაგის საშუალებაც აღარ აქვს, იმიტომ რომ კიდევ უფრო გააუარეს ეს პირობები და ამის პასუხად რო იღებ რომ არა მე რაღაცები არ მაინტერესებს და რაღაც არ ვიცი ხალხს ავაზვირთებ და შევარდები თავით, პრობლემა არ აქვს არავის სიქშეს, გიჟი არავინ არ არის. გიჟი არავინ არ მე ამ სიამონებს არანაირი სიამონებას არ მანიჭებს არც რუსთაველზე დგომა ეხლა რუსთაველიდან მოდივარ მით უმეტეს არც რუსთავში ჯდომა არანაირი ხალისი არ მაქვს უბრალოდ ცოტა მინდა მეტი სერიოზულობა როცა ეგეთ რაღაცებზე ლაპარაკი და ამ რაღაც 6 პუნქტზე მარტო ალიანსს არ უმუშავია იმუშავა უამრავ ადამიანს რომელსაც ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში არჩევნები ჩაუტარდა თან მარტო ის კი არ მინდა მარტო პასუხებიც რო გამწეს ამაზე რომ აი ჩვენ ამას ვაკეთებთ ესე უნდა გაკეთდეს თეორიაც არ მაინტერესებს პრაქტიკაში მანახე აი რომ რომ რაღაც აი ამას ესე დააზღვევ მანახე აბა დღეს დამანახე რომ 1000 კაცი პირობითად ვიძახე 1000 კი არა 100 კაცი დამანახე რომელიც აი რაღაცა საქმეს რომ რა ვიცი კარუსელებს ვებძვია ესე ამას აქ დავაყენებ ამას იქ დავაყენებ ამას 100 კაცი მანახე რომელიც ამაზე მოამზადე და ყავს ანა თუ 1000 თუ დამანახე კიდევ უფრო დავიჯერებ 10000 თუ დამანახე კიდევ ვიჯერებ ხო არაფერი ეგეთი არ ხდება და ეხლა რა ვიცი ეხლა უბრალოდ თუმცა პოლიტიკური სიარული თქვენთან თუნდაც ან ტევ პირველზე ეთერებიდან რაღაცა არსებული პოლიტიკური სპექტრის ლანძღვა გავიგე რომ ეხლა რაღაცა ქულების დამწერიყო მაგრამ ეხლა ერთ თვეში რა შვებიან ანუ ერთ თვეში რო ყველა ციხეში ვიждებით და მოგისუფთავებენ ეგ ხო აღარ იმუშავებს გიძინა ასრულებს მაგ დაკვეთას და აღარ იქნება ძველი გაგვპარსავს ყველა პირობითად და ქვეყნის გარეთ იქნება და უნდა იყოს ჩემი აზრით ზოგი ციხეში იქნება მე რა ხდება ანუ ეთერში სიარული არ ვიცი სოციალებში რაღაცების პოსტვა ან არ ვიცი თუნდაც რეგიონებში სიარული ხა ვიღაცები ხო დადიან რეგიონებში და ძალიან ვაფასებ მართლა იმას რომ ადამიანებს მაგის ენერგია აქვს რა იმიტომ რომ ეხა დეპრესიული და ნიჰილისტურ გარემოში ყველაზე დეფიციტური რაც ხდება ხოლმე არის ენერგიული ადამიანები და მართლა ძალიან ვაფასებ თან ვიცნობ ყველას ბევრთან მეგობრობ ძალიან კარგი ეს რაღაცა მაგრამ მათ შორის თქვენი კოალიციის წევრი სუბიექტებიც არის ხო კოალიციის სუბიექტები როცა დადიან იქ გასაის ვიცი რატო აკეთებს ფედერალისტები რო დადიან ვიცი ამას რატო აკეთებს იმიტომ რომ ამაზე ნალაპარაკები გვაქვს ნავჯერი გვაქვს და ვიცი საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი საით მიდის სხვებზე ვერ ხვდები უბრალოდ კოალიციის და თავისუფლების მოედანის შემთხვევაში კიდე ის არის სხვებზე ვერ ხვდები ანუ სად მიდის ეს ყველაფერი მე ანუ ეხლა რო ჩავალ და პირობითად ჩავედი ღვანკეთში და მოვყევი ღვანკეთის პრობლემებზე და ამისი ეს მერე სად მიდის ანუ რაში როგორ უნდა გადაითარგმნოს ეს ყველაფერი რაღაცა პოლიტიკურ ფინალში რომელიც ჩვენი გამარჯვებით უნდა დამთავრდეს და თუ მაგაში არ ითარგმნება ან ამას ან ცალკე როგორ აკეთებ კიდე კითხვა მაქვს ხოლმე აი თქვა ჯერ ერთი ვერ ხედავ სხვა სტრატეგიას მეორეც ვერ ხედავ პასუხებს ამ კითხვებზე როცა იძახე რომ არჩევნებში შევიდეთ ამაზე რა შვები ამ რაღაცეებზე ამ პრობლემებზე და მე თუ კიდე მოფიქრებული გაქვს და კაი მოფიქრებული გაქვს და არ მეუნები მარტო რას აკეთებ ანუ რა ვის დააჯერებ დღეს რომელი პარტია რომელი კოალიცია დააჯერებს დღეს ვინმეს რომ არჩევნებზე აი ეს ხრელები რაც არის რომელიც ამოსავსები არის რაღაცნაირად აი ამას შენ მარტო დაუპირისპირდები რუსეთის სასამართლოს მარტო დაუპირისპირდები კალანდარიცის ადმინისტრაციას მარტო შეძდებ იმის განეიტრალებას რომ კარუსელები აღარ ატრიალონ მარტო შეძდებ არ ვიცი იმას დაუპირისპირდე იმას რომ ემიგრანტების ნაცვლად აქ ვიღაცებს ხმას მიაცემინებენ და სიევს არ ხსნიან და არ განახებენ აი ვის დააჯერებ ამას რომ შენ შეგიძლია ეს მარტო გააკეთო ისევ იქ მივდივარ ერთობისკენ რატო არის ერთობა მნიშვნელოვანი მაგრამ რა ვიცი არ ვიცი აი უყურებ და მგონია რომ რავი არასერიოზული ამბავია. არ ჩემთვის არის ძალიან არასერიოზული ამბავი, მანამ სანამ ამ კონკრეტულ კითხვებზე არ გაეცემა პასუხი და ეს რაღაცა ზედაპირული მსჯელობა იმაზე, რომ ისინი ჯერტი ჩათლახები არიან, იმიტომ რომ ძველები არიან და პლუს ბევრი შეცდომები დაუშვეს და ეხლა კიდე არჩევნებზეც უარს ამბობენ და აი ჩვენ რაღაცა ეგეთ საბავშვო ბაღში ვართ. პირობითად იმ ახლების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის ალტერნატიული სტრატეგიის არამკაფიობა, სისუსტე. მაგალითად რა ის ალტერნატიული არა სტრატეგიას რა გავიგეთ რომ ამ პუნქტების მიღწევას ისახავთ მიზნად რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი კონდეს თავარი კითხვა აქვს შემოდის რომ ხელისუფლება გულისხმობ იმას რომ მე ხომ უნდა მქონდეს საშუალება რომ შევტრიალდე და ჩემს ხარდამჭერებს ვუხარო
ამ პროცესში შესვლას აზრი აქვს. იმიტომ რომ ჩვენ ხა ესე ვიზანთ, განსხვავებით წინაზე რაც ვქენით იმასთან შედარებით და შევძლებთ ეხლა რომ გამარჯვება მივიყვანოთ ფინალამდე და გავიფორმოთ. ეს ხო ამის თქმის საშუალება ხო უნდა სხვა შემთხვევაში უნდა მოტრიალდე და ტყუილების ლაპარაკი უნდა დავიწყო. მე არ ვიზამ ჩემ გარშემო ამაზე. გასაგებია, მაგრამ მაგ პუნქტების მიღწევის საშუალებად რა გესახებათ? ხალხის მობილიზაცია. ხო და ანუ ყველა ერთად მოდის ეს პრობლემა. ზუსტად ისინი ამბობენ, რომ თუ არა მზადება, ძალების მობილიზება, საზოგადოებას და ინფრასტრუქტურის განვითარება, ადგილებზე ადამიანებთან უფრო მეტი ურთიერთობა, განსაკუთრებით იმ რეპრესიებისა და დაშინების ფონზე, როცა აი რაღაცა პირადი კონტაქტებისა და კომუნიკაციის გარეშე ძალიან რთულდება ამ ყველაფრის მიღწევა, ამიტომაც ისინი აქტიურად მუშაობენ, ადგილებზე დაუშვათ, მაგრამ აქეთ რას აკეთებს გაერთიანება იმ პოლიტიკურ სუბიექტებისა, რომელსაც მიაჩნიათ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ თამაშის წესებში ასეთი კორექტირების შეტანა, რომელიც თამაშს მეტნაკლებად სამართლიანად აქცევს. აქეთ დინამიკას რადგან ვერ ხედავენ, ამიტომ არგუმენტები მათ შედარებით უფრო ხარად გამოიყურება თითქოს. ოღონდ აქეთ დინამიკა და აქეთ საქმე არის ხალხთან ამაზე ლაპარაკი, რასაც რა ვიცი, მე ვაკეთებ სადაც საშუალება მაქვს, ამას აკეთებენ სიტყვაზე ფედერალისტები რო არიან რეგიონებში წასული, ამას აკეთებს ალიანსის ყველა ისა, როცა ხალხთანა კომუნიკაცია გონია რომ გასაგებ გზას ეუბნებიან საბოლოო ჯამში როგორ მივიდოდათ გამარჯვებამდე. იქით იმის პრობლემა კი არ არის, რომ სადღაც სოფელში ჩახვიდე და სოფლის პრობლემაზე დაელაპარაკო. თავარი კითხვა რომ ესაც ადამიანები გისვამენ, გინდა სოფელში და გინდა ჯერ სოფელში რა გინდა აგერ რა ვიცი თბილისში გადი, უამრავ განში გადი, უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს ვიდრე იმათი შეხვედრების საბოლოო წერტილი რა, ის რაში ითარგმნება, იგივე კითხვა. მე რო ამბობთ რომ ესენი რომ მიდიან და არჩევნებზე ელაპარაკებენ, იქ რაში უნდა ითარგმნოს ბოლოს. იგივე კითხვა, თქვენ რო ეუბნებით რომ ამისთვის ვიბრძოლოთ, როგორ სანამდე მიდის რა შეიძლება. მანდაც გასაგებზას ეუბნებ, მე რო მევკითხები მაგას გასაგების გზაა რომ ძალების გაერთიანება გვჭირდება რომ საბოლოო ჯამში ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის უნდა მობილიზდეთ და თუ მობილიზდებით და სიტყვაზე არ ვიცი მილიონი ადამიანი თუ იქნებით მობილიზებულები მოდი მე ვიმჟელოთ იმაზე არჩევნები როცა იქნება რაღაც პროცესი იქნება მოვახერხებთ მანამდე ადამიანის დანიშნას თუ რაღაცა რეგულარული ის მოვა მე გადავწყვეტოთ ერთად თუ თქვენ მილიონი ადამიანი თუ იქნება ისე დუხზე რომ იძახის რომ არ მაინტერესებს ეს რაღაცა ტექნიკური რაღაცები და გადავჯეგოთ ვინ ეტყვის ან მართლა წარმოუდგენიათ რომ მე გადაუდგები წინ ხო არჩევნების მეშვეობით არ გადათელოთ ეხო სისულელია სინამდვილეში მაგრამ უბრალოდ ხალხის მობილიზება სჭირდება რომ ამ ხალხს გამარჯვებამდე მისასვლელი გზა დაანახო და მე მაგის მერისის ამჯერა არის ის რომ ხვანკითის პრობლემაზე რომ დაველაპარაკებ ხვანკითელი რომ კითხავს გავიგე მე ეხა როგორ ვცვლით მე ცვლილება მინდა როგორ ვცვლით ამ რეჟიმს მან რასეუნებიან ისინი რასეუნებიან რომ არჩევნებს შევალ და არჩევნები დავამარცხებთ ცალკე მარტო ჩვენ შევძლებთ ხმები დავიცვათ და გამარჯვება გავიფორმოთ და ის ადამიანი რო კითხავს გინდა ხვანკითელი გინდა ნებისმიერ რომ კი მაგრამ 2024-ში რო ვერქენი და იმისნე რომ გაუარესდა მდგომარეობა ეხა რას აკეთებ განსხვავებას მართლა არ ვიცი მე რომ მეუბნებია ხო რეგიონში წამოდი პირველასაც მეუბნებია კითხავ და რას პირველ ჩემი პასუხი არის რომ რას ველაპარაკებით ანუ რას ველაპარაკებით მითხარით რას ველაპარაკებით და ოკეი წამოვალ ანუ მე თუ მეუბნები რომ წამოვიდე პრობლემა არ მაქვს 10 კაცი რომ ეძახის იმათ ჩავდე იმათ ველაპარაკები ოღონდ მითხარით რას ველაპარაკებით და მე ხო ველაპარაკები ადამიანებში ბრაზი კი არა ზისხში არის უკვე გადასული რაც წარმოუდგენ რაღაცა ზისხშია გადასული უკვე ეზიზღებათ ანუ ოცნები მართლა ის არის აგრესია არის და ცვლილება უნდა ყველას აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ცვლილება ოცნების ხარაჭერებია შიშის გამო და იმის გამო რაღაცა იმათაც უბედურ მდგომარეობაში იმათაც კი ცვლილება უნდა ოღონდ ეს ცვლილება როგორ მოიყვანო ეს ხონდა უხსნა და ნუ რავი ხა მაგაზე პასუხი ის თუ ის არის რომ რავი ხა რა მოვა არჩევნები და ნებისმიერ არჩევნებში შევალ და ეხა ამჯერად რაღაცა არ ვიცი მას ვიზავთ ჩემი აზრით ეგ არის არასერიოზული ლაპარაკი არის ის რომ არის კონკრეტული პრობლემები არჩევნებთან დაკავშირებული რომლის გარშემოც არის საჭირო გაერთიანება და ადამიანს არის ასახსნელი რომ თუ გინდათ რომ პროცესს აზრი დაუკარდეს აი ესენი არის მოსაპოვებელი ამისთვის უნდა მობილიზეთ და თუ მობილიზეთ მილიონი მოდი მე ერთად გადავწყვეტოთ იმ 6 პუნქტიდან ერთი შესრულდება ორი შესრულდება სამი შესრულდება და შემდეგ მე გადავწყვეტოთ ერთად რა შევიდე ოღონდ ერთად ეგ არის პრინციპული საკითხი და უკვე ვნახეთ გაყოფა რა შეება აგერ 2025-ის ეგრეთ წოდებული ადგილობრივზე ვნახეთ გაყოფა რასაც შეება ბოლოს მაინც მინდა რომ მოვასწრო თქვენი მოსაზრება მოვისმინო თემაზე რომელშიც თქვენ არანაკლები ექსპერტიზა გაქვთ და ამ ხრივ ცოტა დეფიციტი არის ზოგადად ქართულ პოლიტიკაში ეს უკავშირდება ეკონომიკურ კომპონენტს პოლიტიკური განწყობების და საზოგადოებრივი განწყობების ჩამოყალიბების ნაწილში. შესავალშიც ვახსენე და პრინციპში ეს უკვე ბოლო დღეების მთავარი სიახლეა ჩემი აზრით მნიშვნელოვანი და
პოზიტიურიც რუსეთის ეკონომიკას, მის ენერგეტიკას რაც ჭირს, ახლა უკვე მის სასურსათო კომპონენტს, ასე ვთქვათ, ბაზრის და ასე შემდეგ და ეს პრობლემები იზრდება. ეს პრობლემები აცი აღარ მოიკლებს. განსაკუთრებით აი მათ შორის იმ სიახლის შემდეგ, რომლის თაობაზეც მოგვიანებით ვაპირებდი საუბარს, მაგრამ ეს უკავშირდება ამერიკელი სენატორების გრეჰემის და ბლუმენტალის ინიციატივას, რომელიც უკვე ერთი წელი არა, მაგრამ 1-8 თვე არის, რაც მიღებული აქვს ენაც და ფინალურ ფაზაშია გადასული და თეთრი სახლის თანხმობა ჭირდებოდა. დღეს განაცხადეს, რომ თეთრი სახლისგან მათ მიიღეს ეს თანხმობა. ეს არის უმკაცრესი სანქციების სია უკვე შეერთებული შტატებიდან რუსეთთან მიმართებაში, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ რუსულ ეკონომიკას საბოლოო დარტყმას მიაყენებს, მნიშვნელობას ყოველ შემთხვევაში. მე მაინტერესებს არა რუსეთის ბედი ამ შემთხვევაში, თუმცა თავისთავად უკრაინასთან კონტექსტში ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ომის ეკონომიკას რა დაემართება, რომ მე ფრონტზე რა დინამიკა იქნება, მაგრამ საქართველოს იმის გამო, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს აქტიურად მიება რუსულ ეკონომიკას, ენერგეტიკას, ნავთობს, ხორბალს და ასე შემდეგ, იქ თუ ეს ყველაფერი რუსებს თავისთვის აღარ ეკნათ. საქართველოს ეკონომიკას, ჩვენს სასურსათო უსაფრთხო, ჩვენს ინფლაციას, ჩვენს მოხმარებას, აი აქ რა მოხდება თქვენი პროგნოზით და ეს რა გავლენას მოახდენს უკვე იმ მეტნაკლები სოციალური სტაბილურობის განწყობაზე, რაზეც დღეს ივანიშვილი უპირველეს ყოვლისა ძალოვანი და ძალისმიერი კომპონენტებით, მაგრამ მაინც დგას. გააჩნია ეს კრიზისი როგორ განვითარდება, ამ წუთის მდგომარეობით ჯერჯერობით ესენი სარგებლობენ იმით, რომ რუსეთი არის სანქციების ქვეშ და სანქციების გვერდით თავლით გააქვთ უამრავი რაღაცები და ჩვეულებრივ მაქედან ილექება უამრავი ფული აქ და ეგ არის სინამდვილეში რაც მათ შორის ეკონომიკური ზის მაჩვენებლებში არის ასახული. მაგრამ თუ კრიზისი გამწვავდა, წავიდა იმართლებით რამართვაც ეხლა მიდის, ყველა შემთხვევაში პრობლემები იქნება. ერთი რომ საწვავი შემოდის იქიდან და საწვავზე ფასები ყველა ვარიანტში გაიზრდება, ყველა ვარიანტში, ან მოუწევთ საწვავის იმპორტები ვინც არის იქიდან, იმათ სხვა წყაროების მოძებნა, რომელიც სავარაუდოდ უფრო ძვირია, ამიტომ ერთი ეგ არის. მეორე რაც არის, თუ საწვავის ისეთი დეფიციტი გაჩნდა რუსეთში, საწვავის დეფიციტი თუ არ გაჩნდა, რუსეთში ეკონომიკური კრიზისი იქნება, ამას შეიძლება პირიქით ეფექტის გამოიტანოს, რომ რუსული პროდუქცია რაც შემოდის საქართველოში და იყიდება, ის შეიძლება გაიაფთეს. უბრალოდ იმის გამო, რომ კრიზისია, მაგის გამო შეიძლება უფრო დაეცეს ფასი და შემოვიდეს საქართველოში და ქართული ყიდულისთვის ეგ მომგებიანია. უფრო იაფად შეიძლება რაღაცები იყოს, მაგრამ თუ კრიზისი იქამდე მივიდა, რომ რაზეც არის ხა უკვე საუბარი, რომ სოფლის მეურნეობა მოკვდა რუსეთში, იმის გამო, რომ საწვავი არ აქვს და ვეღარ ხნავენ და ვეღარ თესავენ და ვერაფერს ვეღარ გააკეთებენ. ხო, მოსავალს ვერ იღებენ. თუ მაგამდე მივიდა, მაშინ ეგ სერიოზულად დაარტყავს იქიდან შემოტანი მათ შორის სურსათი და რაღაცები რაც შემოდის ხორბალს უპირველეს ყოვლისა და შესაბამისად თქვილს და პურს. დიდი შანსია რომ აქეთკენ წავიდეს, ოღონდ ხო გითხარი, ანუ ეკონომიკა ისეთი რაღაცა არის რა, ორი მხრიდან აქედან შეგირე შეხედო, იქიდან შეხედო, რაღაცები იქნება რაც შეიძლება პოზიტიურად აისახოს ჩვენზე, როგორც ახლა რუსეთის დასაქცირება ამ გაგებით პოზიტიურად ისახება, რომ აქ ფული ილექება, მაგის გამო რაღაცები ნეგატიურად შეიძლება აისახოს. ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკის დასუსტება და რუსეთის საბოლოო ჩამოშლა ჩვენი ქვეყნისთვის არის კარგი და მე სადღაც მაქნათქვამი და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში მეორე რღვევას მოვესწრები რუსეთის იმპერიის ერთ საბჭოთა კავშირის რღვევას მოვესწარი და დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე რღვევას შემოვესწრები და კიდევ ესე პერიმეტრზე კიდევ რაღაცები შემოეცლებათ.